აკაეს უ ჩამომიტანე, აკაეს გ ჩამომიტანე, აკაეს ა ჩამომიტანე და დ. და ერთი იცი რომელი ჩამოიყვანე, აი კონდოლიზა რაისო დაყვებოდა, ძალიან მაგარია ამერიკული რა. ყველაზე გაიწო დამფრინავდა, აი არწივს რო გავს რა, ყველაზე ხარისხი გაერთიანებული ფცები. თენგო და იცი რომელი ჩამომიტანე, კიდე ერთი რემბო ჩამომიყვანე რა. პატარა რემბო უნდა ჩამომიყვანე, ოღონდ პატარა, გივის რო გავდეს ისეთი რა. უშენოდ ეხლა ვერ დავიწყებ ჩვენ ვერაფერს ეხლა და არ გაკადრებთ მაგას. იქნებ ერთი პირი და ადრე ჩამოგვიდეს ზღვაზე ავიდეთ, თბილისის ზღვაზე. იქ დავბანაკდეთ და პერეგավորებდე ვატაროთ ნოდარნათაზე. ნოდარი მოვა, მერე იქცავა, მერე ჩვენთან მოვა, მერე იქცავა. ერთი კვირა ამაში გაიწერება. აი, იმათაც მაგარი იარაღები ჩამოუტანიათ. აუ, გაზები აქვთ, იმდენი. არა, მუცლის გაზი, აი, მუცლის გაზებს არა ვართ. და უთანასწორო ბრძოლაში წავაგებთ ეხლა რა. 1-2 ლობიანი წამომიღეთ, თენგო! 1-2 ლობიანი და მე რა მოიგებენ, ესენი 9 აპრილს მე დაგანახებ შენ. კი, დამიჭერენ მაგაზე, მაგრამ სამაგიეროდ ბრძოლას გავათანასწორებ, ბრძოლას! წამომიღე, აი, ეხლა გვისმენენ უკვე ალბათ. Чаерцебода ის, კაცო. Соколы ястреб, немедленно прекратите засорять эфир. Киви! Პირველ სისხლის დაიწყება. აი, ამ თელი 5 წელი რო გესმის? შენზე რა მოქმედებს? შენზე აფერი არ მოქმედებს რა. გივი, გაიღვიძე, გივი! არ მოქმედებს ამათზე რა. მიხო, აღარ მინდა ესეთი ხმები, აღარ. აგავაკეთე რა. ეს ხეში უნდა იყოს 2000 კაცი აუხრა არტილერიით ჰაერიდან მიწიდან გრიგალისებული ცეცხლი დაუშინა იმ სახლში ხო ბავშვებიც იყვნენ ეს ყველაფერი ხო მიცოდნა მოსხვა კუბდარი და სვანური ყვერით გამემასპინძლდითო გამარჯვებული ისო მაიღო რაიხსტაგი ისე და ასე ცინიზმი მერე მიცვალებულების ძვლების ამოხრა გასაგები ხო შეშდომა მოვიდა ერთი ბოდიში ამ სინალური სიტყვა ხო უნდა ეთქვა სვანებს არავის არ გახსენდა არც პარლამენტში, არც მთავრობაში, ხო პრეზიდენტს ამის დრო არ აქვს, არც ვერც მოტვინა ალბათ ეს. ესეც არ გააკეთეს და ამიტომ სვანები დღეს ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, უღრმესი მადლობა. ცხოვრებაში არავის კერი არ შეუშვია მაგ ტერიტორიაზე და აფხაზი არ უცხოვრია არასდროს და ისე დაატრიალეს საქმე რომ ტერიტორია დაგვაკარგინა. გამარჯობათ, როგორ გიგიბრებთ? გატანებულო. ეს რა არის? აი, დავაკარი დღეს ქაღალდზე დარჩენილი დაპირებები. რაც დაგპირდა. რაც არ შეასრულე, პრინციპში ესენია რა.
იცი როგორ ასვამე რა ვაგივი ვაგივი ვინ არიან და რატო არ არიან დაკავებული თქვათ იერარქიის გამყიდულები ეს იქ პროვოკატორები არიან ეს სპეციალური შესაბამილები არიან ჩვენ ხომ ვიცით რომ არ გვინდა სისხლისღვრა ჩვენ პირიქით თითოეული მე ვიქნები ამის წინააღმდეგი რისი ყველა მაგის წინააღმდეგი თუ დაწინააღმდეგად უნდა სისხლისღვრა ვისაც უნდა დამტკიცდა ზაფხულში სისხლისღვრა ვისაც უნდა დამტკიცდა 7 ნოემბერს ჩაფრენილები არიან რა ქვია იმეებით არწივის ფჭყალებით და კონდორის ფჭყალებით თავიანთ თანამდებობებს და იმიტომ რომ თავიანთი სიბინძურეები არ გამოაშკარებდეს თავიანთი სისხლის სამართლის დანაშაულები არ გამოაშკარებდეს ახლა მაინც გამოჩნდება ვიყავით წასულები რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად და არის მერეთი გუგუთიანსკარი კოშკა ეს ბოლო ორი სოფელი ცეცხლის ხაზია ნახე სახლები რომელიც აშენებულია ტალახით ცემენტი ეთყობა გაგიდებული და კარები არ იკეტება, ფაჯარი არ იკეტება და მე თვითონ მითხრეს რა იქ შენებლები ვინც იყვნენ. ეს ზაფხულში ახლა სისხლი დააჭერსო და ამ ზაფხულს არა და მომავალ ზაფხულს კარი წაიღებს. გამოშრება ეს ყველაფერი დაიფშინება და როგორი პიროვნება უნდა იყოს ისეთი რომ აი გამოყოფილი იცი რომ ამ კაც სახლია განადგურებული, სახლია დაქცეული, დანგრეული და აი იმაზე დაიწყო ფულის კეთება. დღეს სამსაათზე ჩემთან იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ამ კითხვებს მისვამდნენ მე, ვითომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყო. რატო არ შედიან იქო სავაჭროთო და რატო არ ხდება ერგენეთის ბაზრობის აღდგენა მე მეუნება და მე ხვდები რომ ისი არის გამოყეყეჭებული თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი დიდი ბოდიში ამას ყველას ბოდის გიხდეთ ამ სიტყვას რო ხმარობ მაგრამ თქვენი ბრალი არ არის აი ეს არის ბრალი იმ საინფორმაციო სივრცის რომელიც გარშემო გვახვევეთ თქვენ არ იცით რა ხდება ტანკი რო დგას რუსული ის ხო ყველანი იცის ახალგორში არა აი სოფელი გუგუთიანსკარი და კოშკას ორი უვაშკაცესი სოფლის მოსახლეობა იმის აზრზე ხო არავინ არ ახლა და პრაქტიკულად ვითომ არაფერი არ ხდება ვითომ არაფერი არ ხდება საზოგადოება პოლიტიზირებული სკოლა პოლიტიზირებული უმაღლესი პოლიტიზირებული სამსახური პოლიტიზირებული საზოგადოება გახლეჩილი უკვე რამდენი წელია ესე ვართ ამის გამო ბავშვები ვერაფერს ვერ სწავლობენ არაფერი არ იციან ეხლა ხო აღრეულია ვისი წიგნი უნდა ისწავლოს სკოლაში სულ ერთია ვის დაასწრებს და ვისაც განათლების სამინისტრო რაღაცნაირად თუ ბაზარი ყველაფერს ხო ბაზარი არეგულირებს ამბობ მე მაგალითად განსაკუთრებული პრეტენზია მიმართულებით ამ რომ ერით გამოდებილება ხდება პატრიოტიზმისგან ცარიელი ერი არის განწირული დამარცხებისთვის და განადგურებისთვის და მოსპობისთვის აგენტები სად არიანო ანუ აგენტები ყველანი ახლა ითქმის გივი არ დაბრუნება ჩარჩა და ჩარჩა ეს კაცი Здравствуйте, Владимир Владимирович, как вы? Алло, я Халид. В общем так, Владимир Владимирович, смотрите сейчас, что происходит. 9 апреля вы, в общем, сами называете этого, как его, цифру и под кодовым названием. Мы же договорились, кодовое название ДИЧ, да. Ну, вся Грузия этого хочет, Владимир Владимирович. Серьезно, я вам говорю, серьезно. Грузины хотят, что у нас были вы, что вы диктовали нам, да, как жить, да. Кто это говорит? Да ну нет. А это вы, здравствуйте, да, здравствуйте. Почему вас не повесили? Да мне обещали тут, да как его, Владимир Владимирович.